სალამი მოგესალმებით ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო. Შეიძლება ვიღაცას თეოლოგიურად მოეჩვენოს, იმიტომ რომ ამას ამბობს კითხვის დამსველი, მაგრამ ეს არის ძალიან პრაქტიკული. Აი ეს განასხვავებს, ახლა რასაც მოისმენთ თქვენ, ჭეშმარიტ ქრისტიანობას იმ, რა ქვია, წარმართული შენაზავისაგან, რასაც ეწევიან მართლმადიდებლები და კათოლიკეები. და ასევე შეიძლება ვიღაც პროტესტანტებიც კიდევაც. მაგრამ აი ამაზე და ამიტომაც არის იგნორირებული და ლაპარაკი ეფესელთა წერილზე მეორე თავზე, რომელსაც მე მთლიანად წავიკითხავ და იქ არის კიდე ნაწილი მოხსენებული ეფესელთა წერილის მეოთხე თავი. Აი აქ არის ზუსტად პრაქტიკული დარიგებები, რომელსაც უკვე სულიწმინდა იძლევა, რომელიც იგნორირება გაუკეთეს, ესე იგი ვერანაირად ვერ ჩაწვენ ამ სიღრმეებს და თვითონ მიეცნენ და აურდაურიეს ყველაფერი. და თქვენ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ მათი ნაყოფები არასწორია და შედარებით იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა აი ამის კარგად მიტანა თუნდაც ადამიანების გულებამდე, ტვინებამდე, ხო? უკვე მათ აიწყეს არა მარტო სწორი ცხოვრება ქრისტიანული, არამედ ირგვლივ ეკონომიური, მეურვეობითი ცხოვრება, სახელმწიფო შექმნაც შესაბამისად სწორი. როდესაც შენ სწორი მიმართება გაქვს, სწორედ მიდიხარ ღმერთისაკენ და თუნდაც შეცდომებს უშვებ, მაგრამ სწორ გზაზე დგეხარ, ხომ? ის შეგისწორებს შენ გზადაგზა. როგორც ჩვენ ვიცით, ბევრ ბიბლიის გმირებს ღმერთი როგორ უსწორებდა, იმიტომ რომ მათი мотивация და მათი მიზანი ძალიან სწორი არ იყო აცდენილი. აი თავარ იმაზე გზაზე იდგნენ ეგენი. და რაზეა ახლა აქ ლაპარაკი? ლაპარაკი აქ იმაზე, რომ ჩვენი ძალებით, აი თქვენც მოისმინეთ, ხო, წინა შეკითხვები რა განასხვავებს ქრისტიანობას სხვა რელიგიებისაგან. რომ ეს არის სხვა რელიგიები არის ყველა ადამიანური ძალის ხმევაზე დამყარებული და არანაირად ისინი არ იღებენ, რომ ისინი არიან ცოდვილები და უმწეოები, რომ შენ ვერაფერი, აბსოლუტურად არაფერია შენში ხელჩასაჭიდი, რომ შენ ამითი გამართლდე და რაღაცა ღმერთისგან დაიმსახურო მოწონება. და აქედან გამომდინარე, უკვე ყველა რელიგიები აი აღმოჩნდებიან უკვე იმ მეორე იმაში, რა ქვია, კასრში, რომელსაც ქვია სატანური და ადამიანური. და ჭეშმარიტი რელიგია აი ამაზე აგებს, რომ მთელი ბიბლია არის მაგაზე აგებული, რომ ხსნა არის. ხსნა კიდე ჩვენ არ შეგვიძლია, მხსნელი ღმერთმა უნდა გამოყოს. და ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ ნახეთ მიაქცეთ ახლა ყურადღება, რომ თქვენ რასაც მოისმენ. ერთია რომ ჩვენ ღმერთმა გვცნო, მამა ღმერთმა, ჩვენ როდესაც იესოთი შევიმოსებით, ხო? და ჩვენში ხედავს იესო ქრისტეს. და ეს ჩაგვეთვალა ჩვენ სამართლიანობაში. ეხლა ამის შემდეგ ჩვენ რას ვაკეთებთ? ამის შემდეგ რა, დავდგებით და ძალიან ბევრმა პროტესტანტმა ესე გაიგო. და შეიძლება ბევრი ცოდვაშიც აგრძელებს ცხოვრებას, რომ მადლი გამრავლდეს. და ეს არანაირად სწორი არ არის, გესმით? ერთია რომ ჩვენ შევიმოსეთ და ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ რომ გავამართლოთ ეს ნდობა, ეს გამართლება და ვისწრაფოთ. ამას ქვია განწმენდის პროცესი. აი ამას ურევენ ზუსტად მართლმადიდებლები, კათოლიკეები, გესმით? კარგად ვერ გაუგონიათ. ამიტომაც მათ ქეჯნით, ესე იგი სინდისი, ნამუსი, ყოველთვის მიდიან და ამას ქვია რაღაცა დანაშაულის გზნობა და ვერ იწმინდებიან. ჩვენ გამართლებული ვართ უკვე. გამართლებული, მაგრამ ეხლა გზაზე გვაქვს ჩვენ პროცესი და მათ რა გააკეთეს? მათ გაყვეს ეს და ამიტომაც არის ყველანაირად გარბიან შიშებით სეკულარული ცხოვრებიდან და მხოლოდ ის იმას თვლიან წმინდანებად, ვინც უკვე ბერმონაზვნად არის და საერთოდ შეხება არ აქვს მატერიასთან. ამაზე ფილოსოფიამაც, ბერძნულმა ფილოსოფიამაც დიდი გავლენა იქონია, ასევე რომაულმაც და შეაზავეს, გესმით, ეს ყველაფერი და ტვინი აურიეს ყველას აბსოლუტურად. როცა ძალიან მარტივად არის საქმე, რომ ჩვენ გამართლებული ვართ, როცა შენ იწამებ იესო ქრისტემ, უკვე ჩაგეთვალა შენ და გამართლებული ხარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ახლა ჩვენ ესე ვიცხოვროთ. არა, საზოგადოებაშიც ვარცელებ ცხოვრებას, გესმით და გზადაგზა თუ რამე შეცდომებს უშვეთ, ამასაც გვეუბნება, რომ არ გჭირდებათ ღვთელი, მოდით და ჩემთან მოინანიეთ ყოველდღიურად ეს შეცდომები. მაგრამ თქვენ აგრძელებთ სვლას მისკენ და იშვიათი ადამიანი გულწრფელად იყოს მონდომებული, ლოცულობდეს, ბიბლიასთან ურთიერთობდეს და იგივე შეცდომები ყოველთვის უშვას და უშვას. იშვიათია რა ეს რა. თუ ნამდვილად ჭეშმარიტად მან მიიღო ეს. სულიწმინდა არ მიატოვებს მას, რომ მას უკვე პროგრესი კონდეს. აქ ყველას სიამოვნეს პროგრესი სამსახურში ყველგან
თუ იწყება ფულის დაგროვება და როცა სულ ხარჯავ, мотиваციაც იკარგება. და როცა შენ გრძნობ რომ უკვე სულიერად იზრდები, აი მაგალითად გაწუხებდა რაღაცა ცოდვა, ხო? წარსულში და შენ იცი დააფიქსირე ეს და უკვე იწყებ ამაზე მუშაობას და უკვე იმარჯვებ ამ ცოდვაზე. უკვე შენ გრძნობ რომ უკვე სულიწმინდა შენთან არის და შენც გიხარია უკვე ეს სრულყოფა და ეს განწმენდის პროცესი. ძალაც გემატება, რწმენაც იზრდება შენი და მე არ ამგონია რომ ვიღაცა რო ამბობს რა მოხუცებულობაში ასაკში აი ამან დაიკლოს. არა, ფიზიკური შეიძლება ძალემა დაგტოვოს, მაგრამ რწმენა უფრო და უფრო გაიზრდება, ხალხო. სიკვდილს უფრო მაგისტვის გვამზადებს ღმერთი და ჩვენთვის ახლა დავითის მაგალითი არ იქნება კაი მაგალითი, როცა ის გარდაცვალების და იმის რა ქვია, იმიტომ მე მაქვს უფრო მაგარი მაგალითები, მოსეს მაგალითი, იაკობის მაგალითი, ხო? ასე რომ არის ბევრი მაგალითები, რომლებმაც სიცოცხლე მოხუცებულობაშიც დალიეს რწმენით. და სიძლიერით და იგივე ღმერთი რომელიც მოსესთან იყო ჩვენთან რატო არ იქნება ღმერთი ხო არ იცვლება სულიწმინდა არ იცვლება ასე რომ ჩვენ ვიცვლებით ჩვენი რწმენა სუსტდება გესმით გვწამს უფრო ექიმების რა ვიცი ჩვენი ჩინების მიწიერი საქმეების და ვეპოტინებით აქა ვეპოტინები და ღმერთი კიდე ამ გამწმენდის პროცესში მე თუ ეხლა მათუ გონებით გავიწმინდე და გონებით გავიგე და შიგნიდან არ დავძლიე მე ეს შიშები და მთლიანად უკვე მე როგორც პავლე გენატრება უკვე გადასვლა ხო და უკვე ისე ხარ გაძლიერებული ხა ახალგაზრდა შეიძლება ამაზე ფიქრი გაუჭირდეს იმიტომ რომ ბევრი აქვს ცხოვრება გასავლი მაგრამ მოხუცებული კაცი რაღაცა უნდა ეჭიდებოდეს აქაურყოფას რატო უნდა ეშინოდეს იესო ქრისტესთან შეხვედრა ეს მე არ მესმის ხო ამიტომ აი მოусმინოთ ახლა ჩვენ ძალიან კარგად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია და საერთოდ პავლეს წერილები ეს არის ძალიან სასიცოცხლო. ამას სულ ყოველთვის სჭირდება, როგორც ფსალმუნებს, ხო? ყოველთვის სჭირდება გახსენება შეხსენება და ყოველთვის ამაშტრა ძველი აღთქმის წიგნები შეიძლება ჩვენ წავიკითხოთ ბევრი გააჩნია ახლა ესაიაზე არაა ლაპარაკი და ბევრზე ხო წავიკითხოთ და ვიცოდეთ რა რაღაცა მონახაზი ვიცოდეთ მაგრამ აი შეხსენების თვალსაზრისით სუტრიალი უნდა აი აქ პავლეს წერილებს სულიწმინდის მიერ დაწერილ წერილებს რომლებშიც არის გაჟღერებული უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორც ქრისტიანისა მოდით აბა მოусმინოთ მე ესე დავასათაურე რას ნიშნავს და შეიმოსეთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმინდეში. ეს არის მოტანილი მეოთხე თავიდან ეფესელთა 24 თუ 28 მუხლია, ახლა ვიგეტყვით. 24 მუხლი არის მეოთხე თავის. მაგრამ მეორე თავს მთლიანად წავიკითხავთ, იმიტომ რომ ეს აინტერესებს პიროვნებას და აი ყოჩაღ ამ კითხვის დამსვლელს თვითონ ჯონსაც მოეწონება ეს რომ ეს არის ძალიან პრაქტიკულად დასმული კითხვა და ეს არ არის რაღაცა ტვინიერი და რაღაცა იმითი ამბობს კი თეოლოგიურია მაგრამ ძალიან პრაქტიკული კითხვა არის მე თუ მკითხავ და მე ესეთი კითხვები და ესეთი ადგილები ძალიან მეხმარება ჩემი რწმენის გამაგრებაში და სულიერ გაზრდაში. აბა მოусმინოთ თუ რას ამბობს. სალამი ჯონ მოგესალმებით. შეიძლება ჩემი კითხვა უბრალოდ თეოლოგიურად მოგეჩვენოთ და არ ვიცი ეს რამდენად პრაქტიკული გამოყენებები ექნება მას, მაგრამ საუბარია ეფესელთა მეორე თავზე, მერვე, მეცხრე, მეათე მუხლებს შორის, სადაც აღინიშნება სიტყვა შექმნილი და მე ამას ახლა წავიკითხავ მთლიანად. ეფესელთა მეორე თავი. და თქვენც მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით, რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთის სოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა თავრის და იმ სულისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს. ბუნებრივია ეს სატანაზე ალაპარაკი და ის ზედგეისტის სული, თანამედროვეობის სული, რომელიც ტრიალებს, ხო? რომელშიც ოდღესაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი ჩვენი ხორციელი გულისხმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათანებას და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით როგორც დანარჩენები ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავის დიდ სიყვარულში რომლითაც შეგვიყვარა ჩვენ დანაშაულის გამო მკვდრები გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად მადლით ხართ გადარჩენილი ესე იგი ნახეთ ჩვენი ძალებით კი არა ქრისტეს მადლით დაუმსახურებლად აგვადგინა მასთან ერთად და თან დაგვსხა ზეცაში ქრისტე იესოში, რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილი, რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ. ამიტომ გახსოვდეთ თქვენ, ოდესღაც ხორციელად წარმართეთ, რომელთაც წინდაუცვეთელებს გიწოდებენ ისინი, ვინც წინდაცვეთილი ერქვათ ხორცის წინდაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა.
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისაგან გაუცხოებული, აღთქმის ცნებებისთვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისობელში. ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე. თავის სხეულით გააუქმა მტრობა, ცნებებისა და დებულებების კანონი, რათა ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან მტრობის მოკვდინებით მასში. მოვიდა და მშვიდობა გახარა თქვენ შორეულთ და ახლობელთ. ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით. მაშასათამე თქვენ უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეუნი. შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რომელზეც მთელი შენობა ერთად შერწყმული იზრდება წმინდა ტაძრად უფალში, რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში. ანუ ღმერთი ქმნის კეთილი საქმეებსა და ეს ისე კითხვის დამსველი აგრძელებს, ხოლო ეფესელთა მეოთხე თავში 24 მუხში ნათქვამია, რომ ჩვენ შევიმოსეთ ახალი ადამიანი და შექმნილები ვართ სიწმინდითა და სიმართლით. და მე წავიკითხავ მე-20 მუხრიდან. ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე, რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლული, ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება, რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდული გულისხმებით რომ იხწნება და განიახლოთ თქვენი გონება სულით და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმინდეში. აი, ასე ქმნის ღმერთი სიმართლეს ადამიანში, ამიტომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც სული დავდივართ, ნახეთ, რომ ჩვენ შევასრულოთ ხორციელი ვნებები. ქრისტიანი ხდება თანდაყოლილი მართალი და ეს არ არის მხოლოდ მიკუთვნებული სიმართლე და გამართლებული, ის მარტო ამითი არ არის, ის პრაქტიკულადაც აგრძელებს ცხოვრებას სიწმინდეში. ასე არ არის ჯონ განწმენდისაგან. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ნამდვილად ასეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მადლობა ამ კითხვისათვის. ესე იგი, ჩვენი კითხვის დამსველი ამას ამბობს. მოქცევის დროს, როცა ჩვენ მივიღებთ იესო ქრისტეს, არსებობს მხოლოდ სასამართლო ექსპერტისათვისაც მოცემული სიმართლე, რომელიც ჩვენ მარტო მართლებად გამოგვაცხადებს, თუ ეს არის მიკუთვნებული სიმართლე და თუ ეს არის გამოცხადებული სიმართლე, რაც სხვათა შორის გამართლებას ნიშნავს. გამართლება ნიშნავს მართლად გამოცხადებას. ანუ ღმერთი მიყურებს და მეუნება. კარგი, ფაქტია, სინამდვილეში თქვენ არ ხართ მართალი, მაგრამ მე, ღმერთი ამბობს, მამა ღმერთი, ქრისტეს სიმართლეს თქვენ განიჭებთ და ამიტომ როგორც ესაი ამბობს, სიმართლის სამოში გაგახვევთ და ჩაგაცმევთ. ასე რომ ახლა მე თქვენ გამართლებულს ხედავთ, რადგან თქვენი უსამართლობა ქრისტემ უკვე დაფარა. ეს არის განცხადება, ეს არის გამოცხადება ჩვენი სიმართლისა. ჩვენ გამოგვაცხადეს გამართლებულად. სწორედ ამას ნიშნავს გამართლება. მაგრამ გამართლება ეხლა არ შეიძლება ჩვენ განვაცალკევოთ განწმენდის პროცესისაგან. თქვენ გამართლებული ხართ გამოცხადებულ გამართლებით და შემდეგ თქვენი გამართლების პროცესი უკვე იწყებს ფუნქციონირებას. თქვენ ქრისტეთი უკვე შეგმოსეს, ამა ღმერთმა შეგმოსა და მაინც გზადაგზა ეხლა ჩვენ გჭირდება სრულიად მისი შემოსვა. ანუ ჩვენ ვამბობთ, ეს ხდება ის, რაც თქვენ ხართ. თქვენ ხართ ქრისტიანი, თქვენ უკვე ადასტურებთ ამ ქრისტიანობას ამ განწმენდის პროცესში და უკვე ხდებით ერთი მთლიანი. თქვენ მართალი ხართ ქრისტეში და ახლა ესეც უნდა თქვენ მოიქცეთ და საქციელშიც უნდა გამოვლინდეს ეს. და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის განწმენდის პროცესი, რასაც ქვია განწმენდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უკვე თქვენი გამოხსნიდან უკვე იწყება. და ამიტომ თქვენ კეთილი საქმეებისთვის ხართ შექმნილი. არ შეიძლება თქვენ ქრისტე მიიღოთ, შეიმოსოთ და თქვენ ბოროტი საქმეები გააგრძელოთ და ცოდვილ ცხოვრებაში იცხოვროთ. ამიტომ თქვენში არის სიცოცხლის პრინციპი, რომელიც უკვე კეთილ საქმეებს წარმოშობს, კეთილ ნაყოფებს გამოიღებს და ამიტომაც ამბობს იესო, ხო, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა. და თქვენ გააქვთ უკვე უნარი თქვენს დაცემულ ბუნებაში, გახსოვთ ხომ, რომ ეწინააღმდეგებოდით ღვთის
ამ სურვილს და ამ ძალისხმევას. და ამიტომ ეხლა უკვე ახალ აღთქმაში თქვენ იწყებთ უკვე რომ შეესაბამოთ სულიწმინდის ძალას ჰარმონიაში მოხვიდეთ, აღარ შეეწინააღმდეგოთ მათ და მისცეს მათ საშუალება, რომ თქვენი ნებით უკვე, თქვენი ჩართულობით, თქვენი სურვილით უკვე ამოქმედეს ის თქვენში. უბრალოდ თქვენ მას უკვე ნებას რთავთ და აღარ უჯიქმდებით, აღარ ეწინააღმდეგებით, აღარ ახართ მოჯანყე. მაგრამ წმინდა წერილში ნათლად ვარ დარწმუნებული, რომ არ არსებობს მხოლოდ გამოცხადებული სიმართლე. ესეთი რამე არ არის, რომ მარტო ჩვენ სამართლიანად გამოგვაცხადეს და всё, ჩვენ აღარაფერი აღარ გჭირდება რომ გავაკეთოთ. არა მხოლოდ სასამართლოსის გასამართლებელი სიმართლე, არამედ ჭეშმარიტი სიმართლე, რომელიც უკვე მორწმუნის გულში ინერგება და ეს უკვე მოქმედებაში მოყავს ეს მორწმუნე. და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ტექსტობრივად ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ ხსნა სიტყვითაც კი არის ნახსენები, როგორც განწმენდილი. ესე იგი, ერთმანეთში არის ეს განურჩეველია ხსნა და განწმენდა. ანუ ეს ნიშნავს ცოდვისაგან განცალკევებას. მაგას ნიშნავს, ხო? წმინდა. გამოცალკევებულს. თქვენ არა მხოლოდ ხართ გამოცხადებული, არამედ თქვენ ასევე ხართ ცოდვისაგან გამოცალკევებული. ასე რომ ორივე ეს რეალობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჰაგიოს ბერძნულად. მე ახლა დავასრულე ახალი წიგნის დაწერას სახელწოდებით რწმენის საქმეები. ეს არის იესოს სახარების გაგრძელება, ანუ სახარება იესოს მიხედვით, გახსოვთ ხომ? და გითხარით რომ სერიალები ამას მოყვა ჯონ მაკარტურის და ამას ერქმება რწმენის საქმეები. ეს რწმენა არსებითი სახელი მოქმედებს როგორც ზმნა და რწმენა ეს არის მოქმედი რწმენა. ეს არ არის მარტო რწმენა, ეს არის მომქმედი რწმენა. და ეს არის ეკუთვნის ზუსტად ეფესელთა წერილის მეორე თავის მერვე, მეცხრე და მეათე მუხლებს. ის თებერვალში შუა რიცხვებში გამოვა და მასში გამართლებისა და განწმენდის მთელი ეს საკითხი ახალი ერთხმის ყველა ეპისტოლეში არის განხილული. კარგი კითხვა, მადლობა თქვენ.